სიკვდილით დასჯის მოლოდინი ირანში ათასობით დაღუპული და დონალდ ტრამპის გაფრთხილება. ირანში საპროტესტო ტალღა კრიტიკულ ფაზაშია. უფლებადამცველმა ჯგუფმა 13 იანვარს გვიანღამით განაცხადა, რომ დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2571-ს მიაღწია. მათი ინფორმაციით დადასტურებულია 2403 მომიტინგის, მთავრობასთან დაკავშირებული 157 პირის, 12 ბავშვისა და 9 შემთხვევითი გამვლელის სიკვდილი. ორგანიზაციამ ასევე დაადასტურა 18424 პირის დაკავება და მძიმე დაზიანებების შესახებ მიღებული 1024 შეტყობინება. დაღუპულთა რაოდენობის შესახებ განსხვავებული ციფრები ვრცელდება დასავლურ მედიაში. ამერიკული ტელეარხის CBS News-ის ინფორმაციით ირანში დაღუპულთა რაოდენობა 12-დან 20,000-მდეა. ის ამ ინფორმაციას ურწყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელთაგან ერთ-ერთი ირანშია, ხოლო ისრაელის მედია ირანის ოპოზიციაზე დაყრდნობით ამ მაჩვენებელს 50,000-მდე ასახელებს. დაღუპულთა რიცხვის დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია, რადგან ირანის ხელისუფლებამ ბოლო 5 დღის განმავლობაში ინტერნეტზე წვდომა და სატელეფონო მომსახურება შეწყვიტა. ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება ახალგაზრდა ირანელი კაცის ვიდეო მიმართვა. ის ამჟამად თურქეთში იმყოფება და იმ მძიმე ვითარებას აღწერს, რომელიც მის სამშობლოშია. მისივე თქმით, დაღუპულთა რიცხვი, რომელსაც ხალხი ონლაინ ხედავს, რეალობასთან ახლოსაც არ არის. الان رسیدم ترکیه بازار بدبختی اصلا حال روحیم خوب نیست همه رو دارن میکشن ახლა ჩამოვედი თურქეთში, ძალიან ცუდად გრძნობ თავს, ისინი ყველას კლავენ ბავშვებს ქუჩებში, მხოლოდ უცხოეთის დახმარება გადაარჩენს. ირანელები პრინცის სახელს ყვრიან, მაგრამ ის მხოლოდ პრინცი არ არის. ის არის თავისუფლების სიმბოლო, მას მონარქიასთან საერთო არაფერი აქვს. მას ხალხი შეჰყურებს როგორც მხსნელს, რადგან უმოწყალოდ ესვრიან იარაღს. ტრამპი იქნება თუ სხვა გთხოვთ დაგვეხმარეთ, მხოლოდ თქვენი იმედი გვაქვს. ირანის გარეთ მყოფ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ თუ რამდენად მძიმეა სინამდვილეში სიტუაცია. მომიტინგებს პირდაპირ მკერდში ესვრიან, არა გამართლებელი გასროლები, არა უბედური შემთხვევები. გვამები ქრება, ოჯახები შიშით ჩუმად არიან. ირანში მყოფ ადამიანებს საუბარი არ შეუძლიათ. გარეთ მყოფები კი ამას ვერ ხედავენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ დღეს 14 იანვარს ირანის ხელისუფლება დაკავებული ირანელი მომიტინგის ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯას გეგმავს. როგორც გუშინ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისლამური რესპუბლიკის რეჟიმმა 10,600-ზე მეტი ირანელი დააკავა მხოლოდ ძირითადი უფლებების მოთხოვნის გამო. მათ შორისაა 26 წლის ერფან სოლტანი, რომელსაც 14 იანვრისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ თუ ირანი მომიტინგეებს სიკვდილით დასჯის, ისინი ძალიან ძლიერი ძალით იმოქმედებენ. მანამდე დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ირანელებს მოუწოდა გააგრძელონ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები. მან აღნიშნა, რომ დახმარება გზაშია, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ გააუქმა ირანელ ოფიციალურ პირებთან ყველა შეხვედრა, სანამ მომიტინგეების უაზრო მკვლელობა არ შეწყდება. თუ ისინი ჩამოახჩობენ ირანის აქციების მონაწილეს, ნახავთ რაღაცებს, ძალიან ძლიერად ვიმოქმედებთ თუ ისინი ასეთ რამეს გააკეთებენ. არ გვინდოდა რომ ირანში მომხდარიყო ის რაც მოხდა, როდესაც იწყებ ათასობით ადამიანის ხოცვას და მეუბნებით რომ ჩამოახჩობენ, ნახავთ როგორ გამოვა ეს მათთვის. ბევრი დახმარება გზაშია სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ეკონომიკურიც. ზუსტად არ ვიცით რამდენი ადამიანი მოკლეს, როგორც ჩანს საკმაოდ ბევრი, ასე რომ ბევრი პრობლემა შეექმნებათ. ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი ღოლამ ჰოსეინ მოჰსენი ეჯეიმი მიანიშნებს, რომ დონალდ ტრამპის გაფრთხილების მიუხედავად ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესები დაჩქარებულად გაიმართება და მათ სიკვდილით დასჯიან. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტის ფონზე სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობაზე მიანიშნა, Reuters ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნები გააფრთხილა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლო სამხედრო დარტყმის შემთხვევაში მათ ტერიტორიაზე განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს სამიზნედ აქცევს. ირანელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით გამოცემას განუცხადა, რომ თეირანმა ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებს თხოვა ვაშინგტონის ირანზე თავდასხმას ხელი შეუშალოთ. მისი თქმით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აბას არაღჩსა და ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს შორის პირდაპირი კონტაქტები შეჩერებულია, რაც ზარდი დაძაბულობის ასახვა. ამასთან ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა Reuters განუცხადა, რომ ისრაელის შეფასებით ტრამპმა გადაწყვიტა ჩარევა, თუმცა ამ ქმედების მასშტაბი და დრო გაურკვეველი რჩება. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაურის მაჯიდ მუსავის განცხადებით, ქვეყნის რაკეტების მარაგი გაიზარდა და მისი ქვედანაყოფი თავდაცვითი მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი კი ალ-ჯაზირასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ ისინი შეეცდებიან სამხედრო კონფრონტაციას, რომელიც ერთხელ უკვე სცადეს და ვერ შეძლეს, ისინი მზად არიან. ის ასევე რეჟიმის გადაწყვეტილებას ქვეყანაში ინტერნეტის გათიშვასთან დაკავშირებით მიესალმება. برخورد نظامی رو
که یک بار امتحان کردند و نتیجه نگرفتند. ისინი თუ შეეცდებიან სამხედრო კონფრონტაციას, რომელიც ერთხელ უკვე სცადეს და ვერ შეძლეს, ჩვენ მზად ვართ. ინტერნეტი ტერორისტული ოპერაციების დაწყების შემდეგ გაითიშა, მანამდე არ გათიშულა. ჩვენ საპროტესტო აქციები ოფიციალურად ვაღიარებდა და მთავრობა დიალოგის რეჟიმში იმყოფებოდა დემონსტრანტებთან. დემონსტრანტების წარმომადგენლებს ირანის პრეზიდენტი პირადად შეხვდა. ინტერნეტი მხოლოდ მას შემდეგ გაითიშა, რაც ჩვენ ტერორისტულ ოპერაციებს წავაწყდით და მივხვდით, რომ ბრძანებები ქვეყნის გარედან მოდიოდა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ირანის ყოფილი შაჰის შვილს რეზა ფეჰლევს ფარულად შეხვდა. დღეს ფეჰლევმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ის ირანელ ხალხს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ, არმიის წევრებს კი საზოგადოების მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებს. ირანელი ხალხისადმი ვიდეო მიმართვაში პრინცი ამბობს, რომ დახმარება უკვე გზაშია. همانطور که در پیام قبلی به شما گفتم ჩემო თანამემამულეებო, მსოფლიომ არა მხოლოდ დაინახა და გაიგო თქვენი ხმა და გამბედაობა ის ახლა პასუხობს. ალბათ უკვე მოისმინეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართვა. დახმარება გზაშია. განაგრძეთ ბრძოლა, როგორც აქამდე აკეთებდით. ნუ მისცემთ ამ რეჟიმს უფლებას შექმნას ილუზია, რომ ცხოვრება ნორმალურია. ყველა ამ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ჩვენსა და რეჟიმს შორის სისხლის ზღვა. ასევე მაქვს განსაკუთრებული მიმართვა არმიის წევრებისთვის. თქვენ ხართ ირანის ეროვნული არმია, თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ თქვენი თანამემამულეების სიცოცხლე. დიდი დრო არ გაქვთ, შევუერთდით მათ რაც შეიძლება მალე. CBS News-ის ინფორმაციით მათ წყარო უყვება, რომ უშიშროების ძალები თეირანის მასშტაბით მრავალ კერძო საავადმყოფოს სტუმრობენ და პერსონალს ემუქრებიან, რომ პროტესტების დროს დაშავებულთა სახელები და მისამართები გადასცენ. ირანში მომუშავე ერთ-ერთმა ექიმმა რადიო თავისუფლების სპარსულ სამსახურს რადიო ფარდეს განუცხადა, რომ უსაფრთხოების ძალები შტურმით შეიჭრნენ საავადმყოფოებში და იქ მოთავსებული დაჭრილი პროტესტანტები მოკლეს. ექიმის თქმით, რომელიც სამხრეთ ირანში მდებარე საავადმყოფოში მუშაობს და ანონიმურად საუბრობდა შესაძლო რეპრესიების შიშით, უსაფრთხოების ძალებმა ბოლო მოუღეს იმ დემონსტრანტებს, რომლებიც სამედიცინო დახმარების მისაღებად იყვნენ შეყვანილნი. ბევრი მოკლეს, ბევრი დააკავეს, ბევრი კი გაქცეულია. მდგომარეობა ძალიან მძიმეა, უთხრა ექიმმა მედიას.